მოგესალმებით მეგობრებო. დღეს გამომდინარე უკვე პრაქტიკიდან შემიძლია ძალიან მნიშვნელოვანი რჩევები მოგაწოდოთ და დიდი იმედი მაქვს სწორად გამოიყენებთ. მე დაგირთეთ ხშირად მოთხოვნადი კონსტატაციის ნომერი, რომელზეც შეგიძლიათ დამიკავშირდეთ, რომელიც არის ყვებით კომენტარებში დართული და მიზანი თუ რატომ ჩაგერთეთ დღეს არის ის თუ რა кейსები შემხვდა უკვე პრაქტიკაში, რადგან მოგეხსენებათ აგერ კანონი 15 აპრილს შევიდა ძალაში, ეს კანონი არის, ვინც წინა ლაივზე მკითხეთ და დიდი მადლობა მინდა გამოვხატო ყველა ჩემი მაყურებლის მიმართ, რადგან არ არის ცოტა 50,000 ადამიანი, როცა გიყურებს და ამ ხელა ზღვა ინტერესი არის გამოწვეული ამ კანონთან დაკავშირებით. მანამდე მე მინდა შეგახსენოთ, რომ იქიდან გამომდინარე, რომ მართლმსაჯულების წიგნზე ჩემი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გამოუშვი არის ძალიან დიდი ინტერესი, ამიტომაც გადავწყვიტე კიდევ 10 დღით 50% ფასდაკლება დავტო ისევე როგორც მართლმსაჯულების წიგნზე, ასევე ესპანურ ენის წიგნზე და თუ სურვილი გექნება, შეგიძლიათ პირადში მომწეროთ. ახლა კი გადავალ და ამერიკის თემაზე არის 30% ფასდაკლება. ახლა კი გადავალ უშუალოდ თქვენს შეკითხვებზე და ძალიან საინტერესო საკითხებს გაგაცნობთ, რაც დარწმუნებული ვარ, ბევრი არ გეუბნევათ, ან უბრალოდ ჯერ კიდევ არ არის თქვენამდე მოსული. თუ ვისთან არის მოსული, მიხარია თუ იქნება ასე. რაც შეეხება წინა ლაივს თქვენ იქ შეგიძლიათ ნახოთ უკვე პასუხები, სადაც ჩემმა იურისტებმა გიპასუხეს და ყველა კითხვაზე პასუხები დაგიტოვეს. დღევანდელ ლაივში პირველი კითხვა ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განხილვადი და მნიშვნელოვანი არის პირველ რიგში ვის ეხება მასობრივი ლეგალიზაცია, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მეორდება ეს კითხვები, ამიტომაც მე სპეციალურად ამოვიწერე ეს საკითხები, რადგან უკეთ გაიგო თუ რა სამ პირობას უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანი იმისთვის, რომ მასობრივი ლეგალიზაციით ესპანეთში ისარგებლოს. უნდა ყოფილიყავით ესპანეთში 2025 წლის 31 დეკემბრამდე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს პირველი რეკვიზიტი. არ უნდა გქონდეთ აქტიური რეზიდენცია, მაგალითად ეხლა რომ გქონდეთ რაიმე არაიგო პროცესში იყოს თქვენი დოკუმენტაცია, ან უნდა გადაიხედოს და მინიმუმ ერთი საფუძველით უნდა დაამტკიცოთ ეს ყველაფერი, რომელიც შეიძლება იყოს ოჯახის, მუშაობის ან ინფორმე და ვულნერაბილიტეტიც, რომელიც უბრალოდ დოკუმენტი არ არის, მას აქვს შავი მხარეები, რომლებზეც მე დღეს აუცილებლად ვისაუბრებ, ძალიან მოკლედ რომ გაიგოთ და ეს პირველი საკითხია, რაც მინდა რომ გითხრათ, ანუ ყველას ეს არ ეხება და ამიტომ ძალიან გთხოვთ ყურადღებით მოისმინოთ, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი შეცდომას შედის. ვინ იღებს 5 წლიანს და არა 1 წლიანს საბუთს? ამაზე ძალიან ბევრი შეკითხვა არის ხოლმე დასმული და მე როგორც იურისტი ვალდებული ვარ აგიხსნათ, რომ ეს საბუთი არ იძლევა მხოლოდ 1 წლიანს, არამედ 5 წლიანს საბუთსაც იძლევა, თუმცა ეს მხოლოდ არასრულწლოვნებზე არის და უკვე პრაქტიკაში ჩვენ გქონდა მარტოხელა დედის кейსი, რომელსაც განვიხილავ ცოტა ხანში, სადაც უკვე ბავშვს 5 წლიანი საბუთი მისცეს და ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ რეალობაში ესპანეთმა ეს შეასრულა. მართალია, დღეს ბევრი ადამიანი იმისას წარკვეთილებაში რომ ელოდება თუ რა რიგებია ასე შემდეგ, თუმცა მინდა იმედი არ დაკარგოთ, დრო არ დაკარგოთ, გულისხმობ რომ დოკუმენტები სწორად მოაგროვეთ. კონსტატაცია ძალიან ბევრი ადამიანს გავატარე და ისაც უთხარი რომ დოკუმენტაციები შეაგროვე და შეიტანე მეთქი და ზუსტად ეს кейსი იყო მარტოხელა დედის, რომელმაც 1 წლიანი საბუთი აიღო, უკვე 15 დღეში მიუვიდა პასუხი, მანამდე ერთ კვირაში მოვიდა იდეაში პასუხი, ბურგოსის кейსი იყო ეს რეგიონში და თუ აკეთებთ ოჯახური საფუძვლით, ბავშვები იღებენ 5 წლიან რეზიდენციას, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, სწორად მოხდეს ჩემი სიტყვების ინტერპრეტაცია. გადავიდეთ შემდეგ შეკითხვაზე. რა არის ვულნერაბილიტეტი რეალურად? იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი იძახს, ინფორმე და ვულნერაბილიტეტი გჭირდება, ეს გჭირდება, მაგრამ არავინ არ იძახის რეალურად, რომ ეს არ არის უბრალოდ ქაღალდი. ეს არის შეფასება, რომელიც უნდა გააკეთოს სოციალურმა მუშაკმა, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი მიდის, იღებს აგერ ფორმას, მე თქვენ განახებთ, იმიტომ რომ შეცდომაში არავინ არ შეგეყვანოთ და სწორად შეავსოთ. ნახეთ, მე გასწავლეთ უმარტივესი, ახლა ამაში თახის გაკეთება არის არა ადამიანობა. აგერ ეს არის ჩვეულებრივი დოკუმენტი, რომელიც შეგიძლიათ გადმოწეროთ ინტერნეტიდან. აქ ავსებთ თქვენ მონაცემებს, სახელი, პასპორტი, დაბადების თარიღი, მოქალაქეობა საქართველოს, ასე შემდეგ და აი აქ სამ რამეს ავსებთ ხოლოდ, მინდა დააკვირდეთ. ერთ წამი ვეცდები რომ გავწიო ხელი. ნახეთ, ამ სამ რაღაცას ავსებთ, რაც უნდა ნახოთ. ხედავთ?
კი ბატონო. და როგორც კი გადახვალთ შემდგომ მეორე გვერდზე, აი აქ უნდა დაწეროთ, აი აქ მაგალითად ოტროში no dispongo recursos económicos suficientes. და აი აქ ჭირდებათ ბეჭედი. ეს არის მოდელი იმისთვის, რომ თქვენ კარგად დაინახოთ რეალურად რა გჭირდებათ და არასწორად გაკეთებული რა შემთხვევამდე მიგიყვანთ. ამაზეც ვისაუბრებ, რა თქმა უნდა, თუმცა ძალიან მოკლედ, რადგან ძალიან ბევრი კონსტატაციები მაქვს, რომელიც არის ფასიანი ამ მომენტში, როგორც მოგეხსენებათ, რადგან ძალიან ბევრი ინფორმაციასაც უფასოდ ვაჟღერებ, რადგან ვთვლი, რომ ბევრს არ აქვს საშუალება და ამიტომაც არის ეს, ხოლო ვისაც გსურთ ცალკე ინდივიდუალური კონსტატაციები, შეგიძლიათ WhatsApp-ს დამიკავშირდეთ და გაგესაუბრებით. ეხლა შემდეგი საკითხი არის, კითხვები რაც რა თქმა უნდა, რაც დამისვით წინა ლაივში, ყველაზე პასუხები უკლებლივ არის დართული, ასე რომ ვერავინ ვერ იტყვის, რომ მე თქვენს კითხვებს არ პასუხობ, აბსოლუტურად ყველა კითხვაზე გქონდათ პასუხები, ასე თუ მოიწონებთ და გააზიარებთ, ძალიან კარგი იქნება ეს ფაქტი. შემდეგი კითხვა იყო, რატომ აგვიანებენ პასუხებს ასე ძალიან, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი შეწუხებულია, იმიტომ რომ უკვე შევიტანე ყველაფერი სწორედ. მე ძალიან ბევრი ადამიანის დოკუმენტები დარეგისტრირებული მაქვს, ზოგი ძალიან სწორია, მაგრამ უფრო გვიან გამოდის, ზოგი ბარსელონაში, ზოგი მადრიდშია და ეს საკითხები ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ ადმინისტრაციას კანონში, აი ამ კანონში, რომელიც წეგან განახეთ, პოლიტიკოსებდა სტატუსში, რომელიც გამოქვეყნდა და თქვენ შეგიძლიათ გადმოწყვეტ სრულად უფასოდ, 3 თვე აქვს ადმინისტრაციას იმისთვის, რომ პასუხი გაგცეთ, თუ 3 თვის განმავლობაში პასუხს არ მიიღებთ ადმინისტრაციისგან, კანონში გარკვეული წერია, რომ ეს არის უარი და ვინც ამაში მომედავება, ნებისმიერ ადამიანს შემიძლია იურიდიულად დამცველ, მაგრამ არ დავიწყებ თუ კვლავ ვალევალესნაირი ადამიანები გამოხტებიან, 15 დღე თუ მოგივიდათ პასუხი, რაც ძალიან ხშირია ამ ბოლო პერიოდში, შეიძლება იყოს ერთი кейსი, რომ გითხან, რომ აი, მაგალითად, გიორგი, სოფო, თამარ დაამატე რაღაც დოკუმენტები, ან მიღებულია შენი დოკუმენტები, გადაიხადეთ ტასა, რესგვარდოს მოგცემენ და გარკვეული პერიოდის შემდგომ უკვე შენ ერთწლიანი მუშაობის უფლებას გაძლევენ 15 დღეში. არის თუ არა რეალური? კი ბატონო, რამდენადაც რომანტიკულად არ უნდა ჟღერდეს რეალობაა და ვისაც არ ჯერა ეს მისი პრობლემაა, რადგან მე უკვე რა ვიცი 6000 ადამიანი მყავდა კლიენტი და უკვე შემცირდა, რადგან უკვე ძალიან ბევრს შეუტანე და ეტაპობრივად შემაქ, რადგან არ მინდა შეცდომები გაიპაროს. ასე ძალიან ბევრი კლიენტი მყავს, ვინც აქ უბრალოდ დარწმუნებული ვარ, რომლებიც უბრალოდ კონსტატაციის ფონზე ინსტრუქციებით შევატაინე კორეოს მეშვეობით და ამ თემასაც შევეხები, რომ მხოლოდ ადვოკატი, იურისტი და ხესტორი არ არის უფლებამოსილი, რომ შეგიტანოთ კანონმდებლობით, თუ არა გაქვთ 500, 700 და 1000 ევროების საშუალება, შეიძლება სრულიად 44 ევროში შეიტანოთ საბუთები. ეს უნდა ითქვას გულწრფელად, იმისთან მიუხედავად, რომ მე ამ პროფესიას ვფლობ და ამ პროფესიას, რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს და ეს ჩემი პროფესია მთელი გულით ავირჩიე, მინდა რომ გულწრფელი ვიყო თქვენთან და რა თქმა უნდა, ყოველთვის ასე ვიყავი. ერთი ძალიან საინტერესო кейსი მინდა განვიხილო იმ ადამიანებისთვისაც იმედი გაქვთ გადაწყვეტილი ნებისმიერ საბუთზე. კაცი ყავდა ერთ-ერთი კლიენტი, ხარ დავაკონკრეტებ სახელს, რომელსაც არანაირი ნასამართლობა არ ქონდა არც როგორ გითხრათ, ვერ მოახერხა გარკვეული გარემოებიდან გამომდინარე, რომ გაეკეთებინა საბუთები და 9 წელი უსაბუთოდ იყო ეს ადამიანი ესპანეთის ტერიტორიაზე. იმედგადაწვრილი кейსი იყო მისთვის, მაგრამ მე ვუთხარი, რომ ის აუცილებლად გამოვიდო და უბრალოდ ჰქონდა მტკიცებულება ჩაწერის ერთადერთი და ამის საფუძველზე ჩვენ და გარდა იმისა, რაც არის პასპორტის ყველა გვერდი, ტასების სწორად შევსება, მე პირადად ავიღე ეს საბუთი და მას უკვე აქვს ერთწლიანი რეზიდენცია, რომელიც მალევე გამოვიდა და ძალიან მიხარია, რომ ესეთი кейსები და დღემდე ვინც ხართ მსგავს მდგომარეობაში და არიან აქ ძველი ჩამოსულები, კარგად გეცოდინებათ, ფიქრობენ, რომ შეუძლებელია რაღაც. არაფერი არ არის შეუძლებელი და თუ ვიღაცა შეგაჩერებთ თქვენ მიზნამდე, ყოველთვის დაიმახსოვრეთ, რომ თქვენი ერთადერთი მოტივატორი თქვენი თავი უნდა იყოს, რომ უკეთესები გახდეთ და არ დანებდეთ ამ მსგავს სიტუაციაში. თუ რაიმე შეკითხვები გექნებათ, კიდევ ერთხელ გეუბნებით კომენტარებში შეგიძლიათ დამითოთ და მე აუცილებლად ამ კითხვებს შემდგომ პასუხს გავცემ, როდესაც ლაივი დასრულდება და მოიწონთ და გააზიაროთ, თუ რა თქმა უნდა თქვენთვის იქნება ეს საინტერესო. კარგი кейსი მინდა განვიხილო, მამა, დედა, შვილის кейსი სტანდარტული, ეს ხდება უნიდად ფამილიარად და აქ ვულნერაბილიტეტი საჭირო არ არის. ამ შემთხვევაშიც ქონდა შეტანები და ძალიან მარტივად გამოდის, უბრალოდ ერთადერთი უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს დოკუმენტი მაინც არ არის 100% გარანტი, იმიტომ რომ მაინც ლატარის პრინციპია და ხა ამდენ მილიონი ადამიანს შეაქვს და ესეთი მიმზიდველი არის, მაგრამ რამდენადაც მიმზიდველიც არის, ეს რისკებიც ახლავს, რომელსაც ხა პასუხს ესპანეთი არ გეტყვის, ხა პედრო სანჩესს მე არ ვიცნობ, ესე პირადად რომ ტელეფონს დავურეკო.
უარი თუ მოგივიდა test case-იც ქონდა ძალიან საინტერესო, უარი მოვიდა კლიენტს, იყო შეტანილი, არ დავაკონკრეტებ ვის და რის გამო და მეორე ცდაზე, როდესაც მოვიდა ჩემთან, მე უთხარი რაში ქონდა მას შეცდომები და თავისი ჩემი რჩევებით კორეოში შეიტანა და ყველაფერი ძალიან წარმატებით დამთავრდა, ეს ბარსელონაში მოხდა და ძალიან მიხარია, რომ ამ ადამიანს პირადად აქვს საბუთი, რადგან ის არის ძალიან კარგი პიროვნება და მოკითხო მინდა გავუგზავნო აქედან. ასევე კიდევ ერთი кейსი მინდა მიმოვიხილო, რომელიც ფაქტიურად დაგანახებთ ფართო სპექტრს და სურათს რეალურად, რომ არ არის არაფერი შეუძლებელი, იყო ერთი ძალიან სუსტი საქმე, რომელიც ძალიან ძლიერად გადავაქციეთ, ეს მარტივი შედარება რო გავაკეთოთ აქცია შენ სიძლიერედ, ეგ თემა იყო. პიროვნება იყო კონკრეტული, რომელსაც არ ქონდა, ესე ვთქვათ, არც ბანკის არანაირი ანგარიში, არ ქონდა არც კონტრაქტი, მაგრამ გადარიცხვების საფუძველზე და იმ ბეჭდის შემოსვლის საფუძველზე ჩაწერაც არ ქონდა, ჩვენ შევძელით და სხვა პლუს ამ სხვა დოკუმენტებიც რაც იყო, რა თქმა უნდა, სამართლებები არც ქონდა, აქედან გამომდინარე, სუბუქი ნასამართლობა ქონდა, მოდი სიმართლეს ვიტყვე, იმიტომ რომ ამ ადამიანს არ ვაკონკრეტებ, ეს იყო 400 ნაკლები ჯარიმა, რის საფუძველზეც იყო რისკები, რა თქმა უნდა, თუმცა მიიღეს დოკუმენტები განხილვაში, ამიტომაც ჯერჯერობით ველოდებით პასუხებს რა იქნება, დიდი იმედი მაქვს, რომ წარმატებით დასრულდება, იმიტომ რომ უკვე მიიღეს დოკუმენტები, ადმინტიტო მოვიდა, მაგრამ პასუხი ჯერჯერობით საბოლოო უცნობია, მაგრამ იმის თქვა მინდა, რომ ნასამართლობების იმას გააჩნია ხარ, რომ მირეკოს ხომ ეკლი და მეუნეო აი ზეპირად მითხარი, ყველაფერი ძალიან რთულია და მე ესე შევჭერა, შეიძლება რომ შენ არ გინდა დამეხმარო ისე თუ გინდა, მუშკილა მოისმინო, აგერ არის ლაივი, უამრავი საშუალება, რითიც თავისუფლად შეგიძლია ძალიან ბევრ, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვან ინფორმაციაზე გახვიდე. ასევე მამა იყო ერთ-ერთი, რომელიც ალიმენტს იხდიდა, ოჯახი იყო დაშორებული და ამ кейსში მამას ქონდა სასამართლო გადაწყვეტილება, თუმცა ეს იყო, რა თქმა უნდა, შვიდობიანი დაშორება, არ იყო აქ ძალადობის кейსი და შესაბამისად მამა რადგან იხდიდა ოფიციალურად ალიმენტს და ქონდა ძალიან ბევრი кейსი ასეთიც, ამ შემთხვევაში პერმისო აიღო ჩვეულებრივად, იმიტომ რომ დააკმაყოფილა ყველა რეკვიზიტი, ამიტომაც ეს არ იყო ის პრობლემა და შემაკავებელი, რაც შეიძლება ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდეს. მარტო ხელადედის кейსი მინდა განვიხილო ასევე, უარს ეუბნეოდნენ სანამ სწორად არ შევიტანეთ და რა იყო ეს მისი ინსტრუქციები, ყავდა ორი ბავშვი, ხო გეტყვით, საბუთები ზუსტად ჰქონდა ყველაფერი, უბრალოდ აკლდა გრადუდა ესკოლარიზაციონი, დაუმატეთ ასევე სოციალის ანგარიში და ჩაწერა კოლექტივო, რის საფუძველზეც ბავშვებს იმედი მაქვს 5 წლიან საბუთს მიცემენ და 1 წლიანს აიღებს დედა. ნუ რა თქმა უნდა, ყველა საბუთი შეტანილი, უბრალოდ განხილვის ვადა ჯერჯერობით კვლავ არის უცნობი. შეგახსენებთ, თუ დაგაინტერესებთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, შეგიძლიათ მოიწონოთ ან გააზიაროთ. წითელი საბუთი ზე იყო ასევე კითხვები. რას მიწყვიტავს წითელი საბუთი და ძალიან ბევრი ხშირი შეცდომა ის არის, რომ ვისაც წითელი საბუთი ჰქონდათ 2026 წლის მანამდე, ანუ 2025 წლის დეკემბრამდე რეკურსორში გასაჩივრებული ან მოქმედი, უნდა თქვათ აუცილებლად უარი, თუ გინდათ რომ აიღოთ ამ კანონმდებლობით და ვისაც მერე აქვს აღებული გამორიცხული ეს და ვინც იმას დამიმტკიცებს რომ კიო, მაშინ რა ვიცი არ მივედავები, იმიტომ რომ კანონის ფონზე შემიძლია ვიხესიმოში წერია, აგერ ჩვეულებრივად კანონში ეს რომ 2026 წლის შემდგომ ჩავარდო ადამიანს ამ კანონის აღება არ შეუძლიათ სამწუხაროდ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეალობა, რომელიც ჩვენგან როგორც იურისტებთან ჩემს უნდა გაითვალისწინოთ. შეიძლება თუ არა ადვოკატის, იურისტის ან ხესტორის გარშემო ამ საბუთების შეტანა. კი ბატონო, ეს არის არა მარტო ტყუილი, ერთ-ერთი გავრცელებული, ეს არის ჩვეულებრივი რეალობა, რასაც მე სულ ვიძახდი, უბრალოდ ერთია რომ ჩვენ ჩემთან გინდა შეტანა, მეორე გინდა ჩემი ინსტრუქციებით, ან უბრალოდ ჩვენ გინდა შეტანა, მაგრამ სწორად შეიტანე რა, არის ადმინისტრაციული პროცესი, ალტერნატივა არის კორეოთი შეტანა, X-ატის მოდელის დაცვა, X32-11 სწორად უნდა შეავსო, გადაიხადო თანხების სწორად და შემდგომ, რა თქმა უნდა, დაელოდო პროცედურას და გამოგიო, იმიტომ რომ არ აჩქარებს აქ პროცედურას და ადვოკატი გარანტორი არ არის, ან იურისტი ამ შემთხვევაში. მე ყოველთვის გულწრფელად უხსნი ჩემს კლიენტებს და ვინც მიცნობს, კარგად იცის, თუ რა ტიპის პიროვნება ვარ, რასაც ამას ვიძახი და სულ პასუხისმგებლობას ვიღებ ამაზე. რატომ ეუბნევიან უარს ხალხს მასობრივ ლეგალიზაციაზე ხშირად? იმიტომ რომ 90% უშვებს შეცდომას და გონია რომ ყველას რახანს ეხება
ეხება, ესე პირდაპირ ჰარი-ჰარალოზე მიიტანენ რამოდენიმე დოკუმენტს და მორჩა ჩაწერა მხოლოდ საკმარისია იმისთვის, რომ საბუთები გავაკეთო. ეს არის დეზინფორმაცია, არასწორი დღეს მოგეხსენებათ ყველაზე დიდი ომი მიდის საინფორმაციო, რაც სამწუხაროდ უნდა გადაამოწმოთ, სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებთ. და როდის შეძლებთ მუშაობას, ესეთი кейსიც უკვე გქონდა. პირველ რიგში, ვინც აიღო საბუთი, მინდა უთხრა მათ და ზოგადად ყველას შევეხო, რომ აღებიდან 6 თვე რომ მიმუშაოთ იდეალურად რომ განახლებაზე უპრობლემოდ წარვადგინოთ, 3 თვე თავისუფლად მიმუშაოთ, აუცილებლად თუ თქვენი მიზეზით არ იყო ეს გამოწვეული, 12 ხო საერთოდ იდეალურია. თუ უნიდად ფამილიარით აკეთებთ, ამ კითხვაზეც უპასუხებთ და უკვე ბოლოსკენ გავალ, რეალურად უნდა დაამტკიცოთ ეს პირობა, არ კმარა უბრალოდ რომ იცით რა არის, მე უნდათ ფამილიარს მყავს და შვილები მყავს, მაშინ ბავშვის დაბადების მოწყობაა საჭირო, ემპადრონამენტო კოლექტივო საჭირო და რეალური თანაცხოვრება, რაც აბსოლუტურად ძალიან მნიშვნელოვანია. არის თუ არა 30 ივნისი ბოლოა და ამაზე ძალიან ბევრი კითხვები შემომივიდა და არის თუ არა მარათონი. მარათონი არ არის, მაგრამ 30 ივნისი მკაცრად არის გაწერილი რიცხვი, იმიტომ რომ სამართალში არსებობს ჯერ როგორც გითხარით, დრო და მერე სამართალი, ამიტომ მკაცრად მინდა გაითვალისწინოთ. და რა არის მახე? ერთ-ერთი ბოლო შეკითხვა, ვულნერაბილიტეტის შავი მხარე არის ის, რომ შეიძლება წყვიტავს ამას, წყვიტავს სოციალური მუშაკი, ამიტომაც თუ ამ გზით ვერ წახვალთ, ავტომატურად უნდა ეცადოთ კონტრაქტით ან ოჯახის საფუძველზე, ამიტომაც თუ დაინტერესდებით კონსულტაციით, მე დაგითხრეთ ნომერი, დღეს ვეცადე რომ მაქსიმალურად მოკლედ გამიცნოთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები და დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენთვის ეს იქნებოდა სწორად და ინფორმაციული. ყოველდღიურად მე რადგან მოთხოვნა არის ძალიან დიდი, შემოგთავაზებთ მოკლე ერთწუთიან ვიდეოებს სხვადასხვა თემებზე, ამისთვის საჭიროა რომ თქვენგან დავინახო ინტერესი, მოიწონეთ, დააკომენტარეთ, გააზიარეთ და მითხარით რა კითხვები გაქვთ, მე მზად ვარ ყველაფერში დაგეხმაროთ. ხოლო ვისაც კონსულტაცია გენდობათ ფასიანი, შეგიძლიათ WhatsApp-ზე დამიკავშირდეთ ან Messenger-ზე და მე მზად ვარ ყველაფერში დაგეხმაროთ. ხოლო აქ დართულ კომენტარებზე რა თქმა უნდა ყველაფერზე პასუხები დაგხვდებათ. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ახლა დაგტოვებთ, უნდა გავაგრძელო მუშაობა. დღეს ხუთშაბათია, კვლავ არის შანსი რომ სხვა საბუთების დავარეგისტრირო და შეიძლება კვლავ გამოჩნდეს ადგილები ძალიან ბევრი. წარმატებები ყველას ქართველებო, ყველა უზომოდ მიყვარხართ. დიდი მადლობა ჩემს გულშემატკივრებს, ხარდამჭერებს და მადლობა ამდენი ნახვებისთვის, რაც ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ ესე იგი რაღაც ღირებულს ვაკეთებ. ჯობია დროულად დაგტოვოთ, სანამ თქვენი დროსაც არ მოგაცდენთ და მეც გავაგრძელებ მუშაობას, დამატებით უკვე ეს ლაივი დარჩება ჩემს თავარ გვერდზე და შეგიძლიათ იხილოთ თავიდან ბოლომდე. ბედნიერ დღეს გისურვებთ.